საერთოდ ყველაზე ცუც ვიტყვი წყევლა რასაც ქვია. მე აი გქონდა და კი. ეს წყევლა საშინელება არაფერი არ არსებობს. როგორ მე მეშინია. მე სხვისასაც რო ვიგებ ისიც დედაჩემი სვამობდა მეშინია წყევლის. ხო, ეხა არის ხოლმე რომ ის არა ქვია დედა რო წყევლის მისი ძუძუები გლოცავენ, არა, ბავშვი არა პირდაპირ გამლოცოს, დედამაცას ძუძუებაც ხო შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ბავშვმა არ უნდა გაიგოს დედის პირიდან მსგავსი რამე. არავითარ შემთხვევაში. არც ხა სხვის შვილზე ხო საერთოდ რაზეა ლაპარაკი, რა უფლება მაქვს. მე შენიშვნა არ შემიძლია სხვის შვილს. შეიძლება რაღაცა ურჩიო, მაგრამ ის რო თითი დაუქნიო, მე არა მაქვს ამის უფლება, რომ აი რაღაც ფრაზები გვაქვს, რომელიც ძალიან გავრცელდება, მაგალითად, მე შენ ასაკში უკვე ამას ვაკეთებდი. ხო, მე შენ ასაკში, სხვათა შორის იცი რა არის? მithქვამს, ვერ გეტყვი რომ არ ის კიდე ყველაზე სუბუქია ამ ფრაზებში რაც გიძვი. ხო, ასაკი მithქვამს ცოტა, იშვიათად, ალბათ შეიძლება რაღაცა, იმიტომ რომ გავაგებინო რამხელა. იმიტომ რომ ჩემთან დედასთან ყოველთვის პატარა ხარ, ხო იცი? რა თქმა უნდა. ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, ერთხელ დაუტოვე ბასტო და ვაიმე ისე კარგად იხსნა, შენ რო დაგინახავს, კაცო გიждდებაო, მითხრა. შენ და ნუ მოდიხარო საერთოდო, ნუ შენ რო ხედავს ჭკუიდან იწევაო და ეთყობა რაღაცა ესეთი ის იყო, რომ უთხარი რაღაცა მithქვამს მსგავსი, ოღონდ შენ ასაკში შეიძლება რაღაცა ესე რომ რა ვიცი, შეიძლება მithქვამს კი რა. ვერ ვიტყვი რომ არა. როგორ მოპუტკუნებულ ხარ კიდემ სუბუქად ნათქვამია, როგორ გასუქებულ ხარ, რაღაც ფამილარობა ძალიან ისეთია. გასიებულ ხარ არის ყველაზე აი ეგ პიკია. ბავშვს გასიებულ ეგ საერთოდ კი ის არის კატასტროფა. ძალიან დააკომპლექსებს რა. ჩვევია ხოლმე საკუთარ შვილებსაც და სხვის შვილებსაც როგორ გასუქებულ ხარ. არავის არ უხარია გასუქება და ჯობია რომ მით უმეტეს ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში ჭუას არავის ვარ იგებს, მაგრამ ჯობია რომ არ გამოვიყენოთ ასეთი ფრაზები. მოზარდებში მით უმეტეს. იმიტომ რომ არ დაენგრევა ის თვითშებასება ისედაც არ უარგათ მაგასაკში და როგორ გასუქდი და რამდენი მუწუკი გავს და ეგეთ რაღაცები იცი. ой, არა, რას ლაპარაკობ. სულ რამდენიმე დღის წინ იყო ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ჩემ შვილს 14 წლის არის. წვერი უშნოთ რა ნუ ქონდა წვერი ღინღლები შავი. ისეთი რაღაცა უთხრა იმ საღამოს რომ მომთხოვა რომ წამოდი უნდა გავიპარსო და ჯობია რომ ძალიან რთულად განიცდიან მოზარდები. რას შენგან არაფერი გამოვა. არ არსებობს. მაგისი თქმა არ შეიძლება პირიქით. არასოდეს არ მithქვამს მსგავსი რამე. ჯერ ისე რაღაცა ძალიან დაბიური ტექსტია ეს, არაფერი არ გამოვა. არასდროს არ მithქვამს. ჩანასახშივე განადგურება იმის რაღაც. ისი არ მოიქცე რომ შემარცხვინო. ხო, არ შემარცხვინო. ეგრევე აკომპლექსებ ბავშვს, აუ იქ და აი ამით ხო არ შევარცხ. უთხარ პირიქით რომ ამაყობ შენით. და ესეც მომწოსლადო შენი აზრი არავის უკითხავს, ჯერ პატარა ხარო, არა და შეიძლება ბევრ საკითხში გაცილებით ჩვეზე ჭკვიანური რაღაცა თქვან რა. ყოველ შემთხვევაში იმის მითხრა პატარა ხარ და შენი აზრი არავის უკითხავს, ჯერ პატარა ხარ. შენთვის აზრი არავის არ უკითხავს, ხო. ეგეც რაღაცა თვითშეფასება და ხო, არა, არც მაგის თქმა არ შეიძლება. სულ ამბობ ხოლმე ქალბატონო, უბრალო ღიმილით შეიძლება ადამიანი გახადო ბედნიერი და რა თქმა უნდა. უბრალო ღიმილით რა. ამიტომ გავუღიმოთ ერთმანეთს და მაგას ვიძახი. არ გვინდა ბატონო სიყვარულით, მაგრამ პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოვეფეროთ ერთმანეთს.